ამ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ უნდა გავანაღდოთ თანხა Bitget-ის კრიპტოსავალუტო ბრიჟიდან. რამოდენიმე დღის წინ ავტვირთე ვიდეო, სადაც გაჩვენებდით თუ როგორ უნდა გადმოგვეტანა P ტოკენები ბირჟაზე, ვინაიდან ილისტებოდა Bitget-ზე. ეს ტოკენები გავყიდეთ, გარკვეული თანხა ავიღეთ და ეხლა გვინდა გადარიცხვა. გადარიცხვისთვის გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი. არის P2P და ასევე შუამავლის მეშვეობით, რომელიმე კომპანიის მეშვეობით ტრანზაქციის განხორციელება და ქართულ საბანკო ანგარიშზე თანხის დაჯენა. და როგორ ხდება P2P? P2P-ს ამ Bitget-ის აპლიკაციაში არ ვიყენებ, ამიტომ არ მაქვს დამატებული payment მეთოდი, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ როგორ ხდება. რაც შეეხება P2P ტრანზაქციას, ნებისმიერ ბირჟაზე არის ერთი და იგივე სისტემა და პლეილისტში ატვირთული არის თუ როგორ უნდა გავანაღდოთ თანხა Bybit-ის აპლიკაციიდან. შეგიძლიათ ნახოთ და ანალოგიური არის აი აქაც. კონკრეტულად შევდივართ აი ამ ადგილას და შემდეგ უბრალოდ ვეძებთ P2P-ს. დავაწვევით. ვინაიდან ანგარიშზე გვაქვს დოლარი, ჩვენ უნდა გავყიდოთ ეს დოლარი, რადგან მივიღოთ ლარი. ვაწვევით გაყიდვას. შემდეგ ვირჩევთ მეთოდს. აქ მოცემული არის სხვადასხვა ტიპის ბანკები, რომელიც გინდათ, უნდა აირჩიოთ, მაგალითად. ჩემ შემთხვევაში ავირჩევთ TBC Bank-ს და შემდეგ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, თუ მე მაქვს 150 ლარი, აი ამ ლიმიტზე, კონკრეტულად აი ამ კურსით ვერ ვისარგებლებ, იმიტომ რომ მინიმუმ 200 ლარი უნდა გავანაღდო. აი აქ კონტრაქტი რომ დავდო ამ სელერთან. შემდეგ აი აქ 1000 არის მინიმუმ ლიმიტი, აი აქ 200. მაგალითად, აი აქ მინიმალური ლიმიტი არის 10 ლარი და ავდივართ 1500 ლარამდე. მაგრამ თუ დააკვირდებით კურსთა შორის სხვაობა ძალიან დიდი არის. ესე იგი, აქ არის 2.71, აქ არის 2.67. ვისაც გიღირთ და გინდათ P2P, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ოპერაცია და გაანაღდოთ თანხა. მოკლედ ვაწვევით აი აქ შემდეგ და მიჩვენებს რომ დასამატებელი მაქვს payment მეთოდი, ნიშნავს რომ უნდა დავამატო საბანკო ანგარიში, სადაც კონკრეტულმა პიროვნებამ უნდა ჩამირიცხოს თანხა. გადავდივართ setting-ებში. შემდეგ ვაწვევით დამატებას აი აქ. შემდეგ ვირჩევთ კონკრეტულად რომელი ბანკი გვინდა, რომელ ბანკზე გვინდა ჩაგვირიცხოს თანხა. მაგალითად TBC. თუ P2P sellers, ანუ გამყიდველს აქვს მითითებული კონკრეტული ლიმიტი კონკრეტული ბანკისთვის, თქვენც რა თქმა უნდა კონკრეტული ბანკის ანგარიშის ნომერი უნდა მიუთითოთ. აი აქ ჩაწერთ საბანკო ანგარიშის ნომერს და აკონფირმებთ და თქვენი ანგარიში დადასტურებული იქნება. და შემდეგ გააგრძელებთ უკვე P2P ტრანზაქციას. უგლეთ P2P ტრანზაქციის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ შუამავლებიც, როგორიც არის Bitnet-ი, MyCoins-ი, კრიპტალი. მე კონკრეტულად ამ სამს ვიყენებ. რამოდენიმე წუთის წინ დავიანგარიშე საკომისიოები, გადავთვალე ყველაფერი, კურსთა შორის სხვაობები და ამ შემთხვევაში კრიპტალი აღმოჩნდა ამ სამს შორის ყველაზე ხელსაყრელი, კონკრეტულად Bitget ბირჟიდან განაღდების დროს. და ამ კონკრეტულ ვიდეოში Bitget-დან თანხას გავანაღდებ კრიპტალის მეშვეობით და დეტალურად ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებ. ასევე Bitnet-ის, MyCoins-ის და კრიპტალის სარეგისტრაციო ლინკები იქნება აღწერაში. თუ კი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ. გადავდივარ ახლა კრიპტალზე და გაჩვენებ თუ რატომ არის ყველაზე ხელსაყრელი აი ამ სამს შორის. გადავდივართ საფულეზე. შემდეგ ვირჩევთ Tezers და ვაწვევით აი აქ deposits. აქ გვაქვს რამოდენიმე ნეტვორკი, მაგალითად ჩამოვშლით აი აქ. არის BEP20, არის TRC20 და Ethereum-ის ERC20.
კონკრეტულად ეს 3 ქსელი შეგვიძლია გამოვიყენოთ და გავაკეთოთ დეპოზიტი ამ 3 ქსელზე. ახლა რა შეეხება საკომისიოებს, გადავდივართ BitGet-ზე, საფულეში, შემდეგ ვაწვევით აი აქ, ვაწვევით Spots. შემდეგ ვაწვევით აი ამ 3 წერტილს. ვაწვევი განაღდებას და ვაწვევი on-chain განაღდებას. ამის შემდგომ ვირჩევთ networks და გაითვალისწინეთ. მიმღების network-ი, ანუ მიმღების ქსელი უნდა იყოს გამგზავნის ქსელის შესაბამისი. იგი აქაც გვიჩვენებს, რომ Cryptals აქვს BNB Smart Chain-ი, ანუ BEP20 ქსელი და აქაც გვაქვს BEP20 ქსელი. ყველაზე მაგარი ის არის, რომ კონკრეტულად BitGet-ის ბირჟიდან BEP20 ქსელზე გადარიცხვას საკომისიო საერთოდ არ აქვს. ეს არ ვიცი კონკრეტულად ამ შემთხვევაში არის მუდმივად იქნება ეს საკომისიო თუ როგორ იქნება, უბრალოდ ამ შემთხვევაში გადარიცხვის საკომისიო საერთოდ არ აქვს. გადავდივართ. შეგვიძლია დავაკოპიროთ ეს მისამართი, შეგვიძლია QR კოდს დავაწვეთ და QR კოდი დავასკანეროთ, მაგალითად არის ასე. აქ ვირჩევთ BEP20. მისამართი შეგვიძლია ხელით ჩავწეროთ, ჩავაფეისტოთ, ან შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად სურათი. შემდეგ აქ არის მოცემული, რომ განაღდების მინიმალური თანხა არის $10. დავაწვევით მთლიანად, კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში მთლიანი თანხა მინდა გავიტანო. აი აქაც გვიჩვენებს, რომ განაღდების საკომისიო საერთოდ არ გვაქვს. ამიტომ რასაც გავანაღდებთ $54.11 დაჯდება სრულიად მთლიანად მიმღების ანგარიშზე. შემდეგ ვაწვევით განაღდებას, მაგრამ სანამ გავანაღდებდეთ, აუცილებელი არის, რომ ჩვენს მიერ შეყვანილი მისამართი გავაკონტროლოთ და გადავამოწმოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ვაწვევით განაღდებას. აი აქაც მოცემული არის მიმღების მისამართი, network-ი, ანუ ქსელი და გასანაღდებელი თანხა. მისამართი სწორი არის და დავაკონფირმებ ახლა. კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, თუ კი დარეგისტრირდებით რომელიმე კრიპტობირჟაზე, რომელიმე კომპანიაში, სადაც მითითებული არის თქვენი იმეილი და ასევე შესაძლებლობაა იმის, რომ დააყენოთ Google აუთენტიფიკატორი, აუცილებლად დააყენეთ უსაფრთხოების მაღალი ზომები. ახლა აქ უნდა შევიყვანო იმეილზე მოსული ნომერი, ასევე აუთენტიფიკატორიდან უნდა ამოვიღო 6 ციფრი და აი ახაც ჩავწერო და ამის შემდეგ დავაკონფირმო. მოკლედ აქ ჩავაფეისტე უკვე იმეილზე მიღებული კოდი და ასევე აუთენტიფიკატორიდან დაგენერირებული კოდი. ტრანზაქცია შეგვიძლია შევხედოთ BitGet-ზეც რა მდგომარეობაში არის აი აქედან. და აქაც ნაჩვენები არის, რომ არის პროცესინგში. აი აქ როგორც კი მივა ბოლო პროცედურამდე, ამ შემთხვევაში გადავამოწევთ უკვე Cryptals-ზე და გვეცოდინება, რომ უკვე დაჯდა თანხა ანგარიშზე. წესით იმეილიც უნდა მოვიდეს ამასთან დაკავშირებით. აქაც მითითებული არის, რომ მაქსიმუმი არის დეპოზიტის დრო 5 წუთი. წუთიც არ დაჭირდა უკვე დაგვიდასტურდა ეს ტრანზაქცია. და განვაახლე უკვე Cryptals-ზეც დაჯდა ეს თანხა. და
დაახლოებით მაქსიმუმ 1 წუთი მეტი არ დაჭირდა. ეხლა გადავდივართ დაკონვერტირებაზე. ზემოთ ვირჩევთ sales და ქვემოთ ვირჩევთ to gels. მოკლედ ლარის აღნიშვნა კონკრეტულად კრიპტალზე როგორც ჩანს ასე არის. შემდეგ ვირჩევთ რაოდენობას მაქსიმალური და ვიღებთ 158 ლარს და 77 ცენტს. P2P-ის კურსთან შედარებით გაცილებით კარგი კურსი არის. გამოდის 2.74 და 9. აქ არის მითითებული კურსი და რომელსაც აქვს აპდეიტის დრო, მაგალითად 53 წამი დარჩენილი, ამ დროში უნდა დავადასტურო. შემდეგ შეიცვლება კურსი. ეს კურსი მაწყობს და დავაწვევი დოლარის გაყიდვას. დავაწვევი დაკონფირმებას და ტეძერი გაიყიდა. შევდივარ საფულეში და ვნახოთ, ეხლა გვაქვს 158 ლარი და 77 ცენტი, ვაწვევით აი ამას. შემდეგ ვაწვევით განაღდებას. აქ გვაქვს განაღდების რამოდენიმე ვარიანტი, ეს არის საბანკო ბარათი, აქ ჩამოვშლით და შეგვიძლია ავირჩიოთ საბანკო ანგარიში. მაგალითად, აი აქ უნდა იყოს მითითებული მიმღების სახელი და გვარი, უნდა იყოს ბანკის დეტალები, მაგალითად დავამატოთ. შემდეგ ავირჩიოთ რომელიმე ბანკი, მაგალითად ამ შემთხვევაში მინდა TBC. აქ ჩავუწერთ ანგარიშის ნომერს. აქ დავუწერთ რაიმე დანიშნულებას, მაგალითად private transfer. არის პირადი გადარიცხვა. აქ მივუთითებ თანხის რაოდენობას, გავიტან მაქსიმალურს და ქვემოთ ნაჩვენები არის საკომისიო საერთოდ არ აქვს და სუფთად დაგვერიცხება ეს თანხა. აქ შემიძლია შევინახო სხვა გადარიცხვებისთვის. დავაწერთ რაიმე სახეს, რაც ჩვენ გვინდა და ვაწვევით გადარიცხვას. აქ არის მითითებული გაფრთხილება, რომ მაგალითად თუ ბანკის ანგარიში გეკუთვნით თქვენ, ეს დასაშვებია და ტრანზაქციას თუ აკეთებთ თქვენ, მაგრამ თუ ტრანზაქციას აკეთებთ თქვენი ანგარიშიდან და მითითებული გაქვთ სხვა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ანუ გამგზავნი უნდა იყოთ თქვენ, მიმღებიც უნდა იყოთ თქვენ. შემდეგ ვაკონფირმებთ და აუცილებლად ისევ გავიმეორებ, ნებისმიერ აპლიკაციაზე უნდა გქონდეთ უსაფრთხოების სისტემა გააქტიურებული. ეხლა აქაც უნდა ჩავწერო აუთენტიფიკატორიდან მოკოპირებული კოდი. მოკლედ თანხა წარმატებით გადაირიცხა. აი გადავდივართ ტრანზაქციების განყოფილებაში და ვიჩვენებს, რომ შევავსეთ 54 დოლარით და 11 ცენტით ჩვენი ანგარიში. შემდეგ 158 ლარი და 77 თეთრი გადავიტანეთ და არის მოლოდინის რეჟიმში. ნახოთ, რამდენ ხანში აისახება ეს თანხა. დაახლოებით 1 წუთიც არ გასულა და უკვე მომივიდა SMS-ი, რომ 158 ლარი და 77 თეთრი ჩაირიცხა ანგარიშზე. ვნახოთ ანგარიშიც. და ანგარიშზე არის ჩამორიცხული თანხა. ვნახოთ ახლა ტრანზაქციის დეტალები. გამგზავნი არის კომპანია, ოფიციალურად გვერიცხება
კომპანიისგან ეს თანხა. და დანიშნულება არის, რომ კლიენტი საკუთარი საფულიდან თანხის გადარიცხვა მისავე საბანკო ანგარიშზე. და რატო ანიჭებ ასეთ გადარიცხვებს უპირატესობას? ანუ მესამე პირი P2P-ის დროს არც სხვა პიროვნების ჩარევა გჭირდებათ, არც ანგარიშებზე გადარიცხვები დაახლოებით 1 წუთი დაჭირდა ბირჟიდან კრიპტალზე ჩამორიცხვას, შემდეგ გავაკეთეთ კონვერტაცია და კონვერტაციიდან ჩვენ საბანკო ანგარიშამდე კიდევ 1 წუთი. დაახლოებით მაქსიმუმ 3 წუთში შეგიძლიათ ბირჟიდან შუამავალი კომპანიების დახმარებით საბანკო ანგარიშებზე დაიჯინოთ თანხა. მოკლედ ეს ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, არხიც გამოიწერეთ და კომენტარებში დაწერეთ, თუ გაინტერესებთ ასეთი ტიპის თემები და კონკრეტულად რა გაინტერესებთ. შეძლების დაგვარად აუცილებლად ვეცდები, რომ გადავიღო და გაჩვენოთ დეტალურად და გაჩვენოთ რეალურად, როგორ ვაკეთებ და რანაირად უნდა გაკეთდეს მარტივად და სწორად. მოკლედ ყველას წარმატებას გისურვებთ დროებით.